გერმანიის სახელმწიფომ საქართველოში პროევროპული აქციების მონაწილეების დარბევაზე პასუხისმგებელ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ X-ზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და ამბობს, რომ სანქცირებულ პირებს მათ ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ. თითქმის 3 თვეა ქართველი ხალხი დემონსტრაციებს მართავს ევროკავშირში საკუთარი მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსის წინააღმდეგ. ისინი კვლავ არიან დაშინების, დაკავებისა და ძალადობის საფრთხის წინაშე. დღეს გერმანიამ დააწესა დამატებითი შეზღუდვები ქვეყანაში შემოსვლაზე იმ ქართველი თანამდებობის პირებისათვის, რომლებიც პროტესტის ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბერლინი ქართული ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სავიზო სანქციებს უწესებს. მსგავსი გადაწყვეტილება გერმანიამ 2024 წლის 31 დეკემბერსაც მიიღო, როცა საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს სანქციები დაუწესა. გერმანიის მხრიდან ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესება დადებითად შეაფასა ევროპარლამენტარმა რასაუკნევიჩიანემ და თქვა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სანქციები ინდივიდუალურად უნდა დააწესონ. ძალიან მისასალმებელია გერმანიის გადაწყვეტილება დაუწესოს პერსონალური სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში დემოკრატიის ეროზიაზე. ვინაიდან ორბანი ბლოკავს ამ სანქციებს ევროკავშირის დონეზე, ყველა დანარჩენმა წევრმა სახელმწიფომ ეს სანქციები ინდივიდუალურად უნდა დააწესოს. სანქციებს გამოეხმაურა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ულსონიც. მან გერმანიას მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ წინსვლის ერთადერთი გზა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია.